ხარისხიანი განათლების მიღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში, მისი ღირებულებების, მსოფლმხედველობისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებაში. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული იდენტობის გათვალისწინებას. ეს სწორედ ის ფაქტორია, რაც აერთიანებს საზოგადოებას. განათლების სისტემა, რომელიც ეროვნულ იდენტობას ითვალისწინებს, ქმნის არამხოლოდ განათლებულ, არამედ ცნობიერ და პასუხისმგებელ მოქალაქეს. ასეთი განათლება ხელს უწყობს საზოგადოების ერთიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს განათლების სისტემა ბოლო წლებში მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა. საჭირო იყო ძირეული ცვლილებების განხორციელება და ახალი მიზნების დასახვა, რაც განათლების ხარისხს მაღლა აწევდა, გააუმჯობესებდა სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურას, აამაღლებდა მოსწავლეებისა და სტუდენტების мотивაციას. სწორედ ამ მიზნით, გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განათლების სისტემის ახალი რეფორმის განხორციელების შესახებ, რაც ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. პირველ რიგში, სამთავრობო გუნდმა განათლების ექსპერტებთან და შესაბამისი გამოცდილების და ცოდნის მქონე პროფესიონალებთან ერთად ის გამოწვევები დაასახელა, რომლებიც აუცილებელ ცვლილებებს საჭიროებდნენ და ამბიციური გეგმების განხორციელებაც დაიწყო. ახლა უკვე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცებულია. მისი მთავარი მიზანია მოსწავლეებს საშუალება მისცეს სასკოლო ცოდნით გახდნენ სტუდენტები. მშობლებს კი რეპეტიტორებთან მომზადების უდიდესი ფინანსური დანახარჯი აარიდოს თავიდან. ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და ის უნარები, რომელიც მას მოგვიანებით გამოადგება ის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭებთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იგივე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის განსაზღვრული 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშე დგას ზოგადი განათლების სისტემა და მის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე. არსებული განათლების სისტემა ფუნდამენტურად შეიცვლება. კერძოდ, სასწავლო პროგრამის შინაარსი და საერთო სასკოლო სახელმძღვანელოები, სახელმწიფოებრივი ხედვის, ეროვნული ფასეულობებისა და სახელმწიფოებრივი ენის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. საერთო სახელმძღვანელოები, სასკოლო ფორმები, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი, სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნება თავად აირჩიონ იმ საგნების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც მათი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. იხსნება სავალდებულო მე-12 კლასი. მოსწავლეებს სკოლის დასრულება მე-11 კლასში შეეძლებათ. 1 წლით სწავლის გასახანგრძლივებლად კი მხოლოდ წინასწარი დარეგისტრირება მოუწევთ. მკვიდრდება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. ყველა სკოლა იმუშავებს ერთი და იგივე სახელმძღვანელოთი, რომლებსაც განათლების სამინისტროს დავალებით ექსპერტული ჯგუფები შექმნიან და ყველა სკოლას ერთ საგანში, ერთ დონეზე ერთი სახელმძღვანელო ექნება. სასკოლო განათლების რეფორმაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სავალდებულო სასკოლო ფორმების ტარება მოუწევთ. ახალი კონცეფციის მიხედვით, დაწყებით საფეხურზე ჩარიცხვას ის მოსწავლეები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე კი მოსწავლეს პრიორიტეტი სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით მიენიჭება. დამატებით, სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი. აშენდება ახალი სკოლები, ძველებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ზოგადი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა მთავრობის დადგენილებით, ის თვენახევრის განმავლობაში აქტიურ განხილვას ექვემდებარებოდა მიზნობრივ ჯგუფებთან. მთლიანობაში ჩატარდა უშუალოდ ჩემი მონაწილეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სკოლის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები და ჩვენ მივიღეთ უპირობო ცალმხრივად გამოკვეთილი მხარდაჭერა ამ რეფორმის განხორციელებაზე, რამე თუ ის პასუხობს ყველა იმ საჭიროებას, ყველა იმ მოთხოვნას, რომლის წინაშეც დღეს სწავლების პროცესი და მთლიანად სასკოლო საზოგადოება დგას. ეს რეფორმა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს, რომელიც 2024 წლის ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა და რომლითაც სწავლების პროცესი, მეთოდოლოგია და ყველა ის კომპონენტი, რაც სასკოლო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული,
ეფუძნება იმ ღირებულებების დანერგვას, რასაც ეროვნული ღირებულებები ქვია. ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება, პატრიოტიზმი, სამშობლოსა და სახელმწიფო სიმბოლიკისადმი პირდაპირი ბმა. ეს ის ღირებულებებია, რომელიც სამწუხაროდ წინა დოკუმენტში, რომელიც 2004 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, სრულიად ამოღებული იყო და შესაბამისად ამით ხაზგასმული იყო, რომ ეს საკითხი მაშინდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. მომავალი თაობების აღზრდაზე პასუხისმგებელი ადამიანები მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას და თვლიან, რომ ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზეა მორგებული, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის, მათი ღირსეული მომავლისთვის, ასევე სახელმწიფოს განვითარებისთვის. სკოლის დირექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციას ხაზად გასდევს ეროვნული სულისკვეთება. თავარი გახლავთ აღზრდელობითი პროცესის წინა პლანზე გამოტანა აკადემიურ პროცესთან ერთად, იმიტომ რომ აღზრდელობითი პროცესი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როდესაც მოსწავლე სკოლას დაამთავრებს, მას უნდა ჰქონდეს მყარად გამჯდარი ეროვნული ტრადიციები, ღირებულებები, კულტურა და სამოქალაქო განვითარება და ჩამოყალიბდეს ის უკვე სრულფასოვან და ღირსეულ ადამიანად. ეს არის დროში გაწერილი პროცესი. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო აშენდეს და განვითარდეს წესიერად, თუკი ეროვნული იდენტობა არ იქნა შენარჩუნებული. აი ამ ღირებულებების გადაცემა, თაობებს შორის ამჯაჭვის გაწყვეტა არ უნდა მოხდეს. ეს ევალება განათლების სისტემას და ძალიან კარგია, რომ ამაზე გამახვილდა ახლა ყურადღება. რეფორმას მიესალმებიან მოსწავლეების მშობლებიც. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების აღზრდა და პიროვნებებად ჩამოყალიბება, რომლებიც მზად იქნებიან თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყაროს გამოწვევებს უპასუხონ. მშობლებს იმედი აქვთ, რომ შემუშავებული რეფორმის შედეგად სასწავლო პროცესი მეტად აქტიური, ხოლო მოსწავლეები უფრო მოტივირებულები გახდებიან. როგორც ყველა მშობელი, მეც ველოდი ნამდვილად ამ რეფორმის დამტკიცებას და გავეცანი ამ დოკუმენტს, მის კონცეფციას და ძალიან საინტერესო და მისასალმებელი აღმოჩნდა ჩემთვის ის პუნქტები, რაც მასში არის გაწერილი. ძირითადი აქცენტები გაკეთებული არის ნამდვილად ეროვნულ იდენტობაზე, ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებაზე და სასწავლო პროცესზე და სააღმრთელო პროცესის გააქტიურებაზე ნამდვილად ბავშვებში. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის შედეგად ასევე გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობაც. ახალი კონცეფცია სასკოლო კლუბებისა და ბანაკების წახალისებას, პროფესიული მომზადების კურსების დანერგვას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას ითვალისწინებს. რეფორმა მხოლოდ სკოლებს არ ეხება. ცვლილებები გათვალისწინებულია უმაღლეს სასწავლებლებშიც. ამ მიმართულებით მიმდინარე კვირაში პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. განათლების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდებიან. ეს ცვლილებები საწინდარი იქნება იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი გახდეს. ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გამომდინარე, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების დადარება, მოხდეს საკადრო უზრუნველყოფა და მოხდეს ხარისხის გაუმჯობესება. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. უმაღლესი სასწავლებლები მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით განაგრძობენ. გივი მიქანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში აკადემიური კადრების შემცირება არ იგეგმება. გაერთიანება სტუდენტების მიღების რაოდენობასაც არ შეამცირებს. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში,
უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ასევე გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურება, რომელიც მიუძღვის თითოეული უნივერსიტეტის მიმართ. უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. რეფორმის მიზანი პოზიტიურია. ასე აფასებენ უნივერსიტეტების რექტორები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას. დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია. მალე შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართება აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. პრემიერის მიერ დაანონსებული რეფორმის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთებულია სწავლის ხარისხზე და რა თქმა უნდა იმ უნივერსიტეტებმა, რომელიც ემსახურება ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო სისტემას, პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს რეფორმის შემდგომ ცხადია სწავლის ხარისხის ამაღლებაზე. აქედან გამომდინარე ნებისმიერი აქტივობა, ნებისმიერი ქმედება, რომელიც რეფორმის ფარგლებში იგეგმება, არის ორიენტირებული რომ ამაღლდეს სამეცნიერო საგანმანათლებლო მიმართულებები. უმაღლესი განათლების რეფორმას და მინისტრის განცხადებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ უკვე მოჰყვა უარგუმენტო კრიტიკა და აქციაც გაიმართა. რამდენიმე ათეული სტუდენტი და პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა, მსვლელობამ კი ტექნიკურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციონერი აქტივისტებიც. თუმცა, ჩვენს კითხვაზე რა იყო მათთვის ამ რეფორმაში მიუღებელი, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. რა მიზეზით მოვალ, აქ სულ რო ისე გამოვიარო და დავინახო, რომ ესენი ყვიროდნენ რაღაცას და სურვილი მქონდეს, რომ გავაპროტესტო, მე ჩავერთვები ამ შემთხვევაში. შესაბამისად, საერთოდ მიზეზი არ ჭირდება ამ პროტესტს. ჩვენ თუ მოგვინდება მაგალითად სამოვალ მაგისტრატურის ან თუნდაც ბაკალავრიის გაგრძელება უცხოეთში, უნდა გქონდეს კაკ მინიმუმ 12 წელი დამთავრებული სკოლაში. პოსტების არ უპასუხებ. ვითომ განათლების რეფორმით, რასაც ცდილობენ, ეს არის ტყუილი. ამას ვაპროტესტ. დასახება თუ შეგიძლიათ, თქვენთვის ყველაზე მეტად რა არის? ანუ ნახეთ, თქვენ ზოგადად საუბრობთ, თუმცა კონკრეტულ გეკითხებით, თუ არის რომელიმე კონკრეტული პუნქტი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონთ. ამის გარკვევა მინდა თქვენგან. უნდა შევხვიდე დებატებში, რომ პროსტა საფშავთ. ვიცი რა არის, ძალიან კი ბატონო. მოდი ესეთი რაღაცა მათ შორის, რა ვიცი, როგორც ჯაბა სამუშიასთან, რა ვიცი, მოვიდეს ნებისმიერი განათლების მინისტრი იქნება თუ კომისიის წევრი, მოვიდეს და სტუდენტებთან მოვიდეს და კითხოთ. ეხლა მე თქვენთან ხوار შემოვალ დებატებში. უბრალოდ მაინტერესებს, ანუ რა საპროტესტებთ? სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმა საქართველოში განათლების დონეს აამაღლებს, რაც ახალგაზრდების მომავლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება კი სასწავლებლებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ასე აფასებენ მმართველ გუნდში განათლების სისტემის რეფორმას. მათი თქმით, ახალი რეფორმის მიზანი, რომ ქართველმა სტუდენტებმა საერთაშორისო დონის განათლება საკუთარ ქვეყანაში მიიღონ, აღნიშნული რეფორმით მიღწევადი იქნება. საბოლოო ჯამში კი ყოველივე ეს ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხედავთ, რომ რეალური პრობლემები არის განათლების მიმართულებით ბავშვებისთვისაც, მასწავლებლებისთვისაც, მშობლებისთვისაც ზოგადად ამ პროცესში. ამიტომ ამ ხელისუფლებამ რაც გააკეთა იყო, რომ თავი მოუყარა და გაანალიზა ყველა ეს პრობლემა, რომელიც იყო განათლების რეფორმაში დაგროვილი ამ წლების განმავლობაში და ძალიან გაბედულად გადადგა ის ნაბიჯები. ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს ალბათ ყველაზე მეტად ჭირდება და სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ამის პოლიტიკური ნებაც, ინტელექტუალური და მათ შორის მატერიალური შესაძლებლობაც, რომ ეს აუცილებელი რეფორმა საქართველოში სწრაფად და ხარისხიანად განხორციელდეს. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში განათლების ახალი დონე სულ-უკეთ რო თქვა, სამწუხაროდ არ არის და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და რამდენიმე წელიწადში სტუდენტმა მიიღოს საქართველოში ისეთი ხარისხის განათლება, როგორცაც მიიღებდა ევროპის წამყვან ქვეყანაში. ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებების პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავს.